თავი მეხუთე. დასაბუთება, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი. ის რომ არის ღმერთი და რომ მიუწვდომელია მისი არსება, საკმარისად დასაბუთდა. ისიც რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი, უეჭველია მათთვის, რომლებიც ერწყმუნებიან საღვთო წერილს. უფალი რჯულდების თავში ამბობს: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანე შენ ეგვიპტის მიწიდან, არ იყოს შენთვის სხვა ღმერთები ჩემს გარდა. გამოსვლათა მე-20:21 მოკლი. კიდევ ისმინე ისრაელო, უფალი შენი, ღმერთი შენი, უფალი ერთი არს. მეორე ჯული, მე-6:1 მუხლი. აგრეთვე ესაია წინასწარმეტყველის მიერ ამბობს იგი: მე ვარ ღმერთი პირველი და მე ვარ ამათ შემდეგ და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ჩემ უწინარეს არ ყოფილა სხვა ღმერთი და არ იქნება არც ჩემს შემდეგ და ჩემს გარდა არ არის. ესაიას წინასწარმეტყველება 53:9 მუხლი. ასევე წმიდა სახარებებშიც ასე ამბობს უფალი მამის მიმართ: ეს არის საუკუნო ცხოვრება, რომ შეგიცნონ შენ, ხოლო ჭეშმარიტი ღმერთი. იოანეს სახარება მე-17:3 მუხლი. მაგრამ მათ, რომლებიც არ ერწყმუნებიან საღვთო წერილს, ასე შევესიტყვებით: ღვთაება სრულია და უნაკლულოა სიკეთის, სიბრძნის, ძალის მხრივ. დაუსაბამოა იგი, დაუსრულებელია, მარადიულია, გარეშე უწერელია, ანუ მარტივად რომ თქვათ, ყოვლითურთ სრულია. ამიტომ თუ მრავალ ღმერთს ვიტყვით, აუცილებელია ამ მრავალში განსხვავება დავინახოთ, რადგან თუ არაფერი განსხვავებაა მათში, უმალ ერთი ყოფილან და არა მრავალი. ხოლო თუ არის მათში განსხვავება, სადღაა სისრულე, რადგან თუ კი რაიმე მოკლებულია სისრულეს, სიკეთის, ძალის, სიბრძნის, ჟამის თუ ადგილის მიხედვით, აღარ ყოფილა იგი ღმერთი. მეორე მხრივ, ყოველ მხრივ იგივეობა უმალ ერთს ცხადყოფს და არა მრავალს. ამასთან თუ კი ჩავთვლით, რომ მრავალი ღმერთი არსებობს, როგორ შეუნარჩუნდებათ მათ გარეშე უწერელობა, რადგან სადაც ერთი მათგანი იქნება, არ იქნება იქ მეორე. ასევე როგორ მოხდება, რომ მრავლისაგან წარიმართოს სამყარო ისე, რომ არ დაირყვეს და არ განიხრწნეს იგი, რადგან არსებული განსხვავება დაპირისპირებას მოიტანს და წარმმართველთა შორის წინააღმდეგობა გამოავლენს თავს. თუ იტყვის ვინმე, რომ თითოეული მათგანი ამა თუ იმ ნაწილს უწინამძღვრებს, ვინ იქნება მათი განმაწესებელი და გამანაწილებელი? ღმერთი ხომ უმალის იქნებოდა. ამიტომ ერთი არის ღმერთი, სრული, გარეშე უწერელი, ყოველივეს შემქმნელი, შემამტკიცებელი და წარმმართველი, ზესრული და პირველსრული. ამასთან ბუნებითი აუცილებლობითაც ერთება არის ორობის სათავე.